ნუ გარკვეულწილად საუბარი შეგვიძლია ამ პირველ წრეზე. აქ ისევ გორელი ფეხბურთელები, კარგი შეტევა, დარტყმა და კუთხური უნდა მოაწოდონ დილას ფეხბურთელებმა. შეყივნები გახსოვთ ალბათ რომ ძალიან კარგი იყო, შეუძლია გოლის გატანა, ძალიან კარგი აღროვა აქვს მას გოლის გატანის, საჯარიმოში მშვენივრად მოქმედებს და აქაც გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა, თუმცა სამწუხაროდ მისთვის და გორელი გულშემატკივარი აქვს ფეხბურთელებს იმისათვის რომ გვაჩვენონ თავიანთი ოსტატობა. მაღალი ჩაწოდება, ეტოვა აბრუნებს საჯარიმოში, კიდევ ერთი დარტყმა და ძალიან ახლოს იყო ტრეიფულერი კანადელი ფეხბურთელი ლევანდელ შეხვედრაში. სხვა მხრივ ძალიან ძნელია გიგიაძე ბურთით შევიდა საჯარიმოში, შეიძლება ალბათ უკვე ჩაწოდება დიდხანს ფიქრობს, კარგი გადაცემა, დასარტყმელია, ვის მოხდა ხელზე მეგონის პაერის ფეხბურთელს და აქ უკვე ერთმანეთს შეუშალეს ხელი არა და თამაში განმეორებით ნახავთ შევაქოთ გიგიაძე ამ ეპიზოდში, რომელმაც აი აქ მოიპოვა ბურთი, შევიდა საჯარიმოში, შემდეგ ჰქონდა პაუზა, დაელოდა თანაგუნდელებს, გახედა და თავისუფალ პარტნიორს გადააწოდა, აქ კარგი იყო გატარება ფონიავასი და ფონიავას მოხდა შემდეგ ბურთი და შემდეგ სამხარაძე ცდილობდა შორიდან დარტყმას და იმავე ცეცხლაძესთან შეგვიძლია ვთქვათ ვერ გაიყვეს ბურთი. კიდევ ერთხელ განმეორებით არის ეს ეპიზოდი. არ იყო ცუდი ეპიზოდი, ახლა არ არის თითო ისეთ ხიფათი შექმნეს გუნდებმა ერთმანეთის კართან. აი აქ უკვე შეიძლება ფარულავ კარში უტყავდა, მაგრამ არაზუსტად. ასე რომ პენალტის შემსრულებლები თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა. ჩაწოდება არ იყო ძლიერი და აქედან გამომდინარე არც ფუტკარაძეს გაჭიროებია აქ ბურთის აღება. ნახევარიან კარგი იყო, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ჩაწოდება საჯარიმოში, თავი დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად ამ ეპიზოდში, შემდეგ სამხარაძემ გადააგდო ბურთი. ეს იყო ალბათ ფაული. ნახეთ, აი ხედავთ 27 ნომერს დააკვირდით, ეხლა ის განთავისუფლდა ამ ეპიზოდში, დაარტყა კიდეც კარის მმართველად, ეს გოლი იქნებოდა რომ არა ფუტკარაძის ყურადღებიანი და კარგი თამაში ამ ეპიზოდში. ზუსტად გათვალა ყველაფერი. ახლო კუთხეში არ გაუშვა მეკარემ ბურთი, კარგი რეაქცია ჰქონდა და შემდეგ უკვე საიხედავთ შეყილაძე ძალიან კარგად მიიღო ბურთი აქ საჯარიმოს მისადგომით და შემოტრიალდა, ერთი მოძრაობით გაისწორა, დაარტყა და საჭირო მენთეშაშვილი კიდევ ერთი ჩაწოდება, მცველები ვერ ახერხებენ ბურთის გამოტანას, კარგი დარტყმა, მაგრამ არაზუსტი. ეფექტური იყო ფულერის დარტყმა, მაგრამ არ იყო. აქ უკვე ფარულავამ სხვა მხრივ დაგვანახა თავისი თავი, ბოლომდე იბრძოლა, მოიპოვა ბურთი, ეს პასიც შვენიერი იყო, შემდეგ უკვე ეს არ იყო ჩაფიქრებული ბოლომდე, არ გამოვიდა ის რაც თავის დროზე მენთეშაშვილმა ჩაიფიქრა, მაგრამ შეტევა მაინც გაგრძელდა და დასრულდა ლოგიკურად კარში დარტყმით, მაგრამ ამჯერად უკვე არაზუსტად. შემდეგ ელატუნჯი, მალი საჯარიმოში კარგი გადაცემა, მშვენივრად გათამაშებული და კვლავ შეყილაძე ურტყავდა და მცველებმა დააუბლოკეს. კარგად გაითამაშეს ძალიან. მალი არა გადაახდა ბურთს, მენთეშაშვილის ჩაწოდება, დარტყმა, ისევ არაუჟუ და ისევ მშვენიერი შანსი გატანის. ნუ აქ ყველა პოზიციაზე პირველი ბურთთან ჩდება, ყველაზე ახლოს ბურთთან ჩდება 13 ნომერი, აი განმეორებითაც თავით იქნება, ფეხით იქნება, ნუ ამჯერად მუხლით, რა ვიცი. ეს ფეხბურთელია ყოველთვის ბურთთან ყველაზე ახლო. კარგი იყო ჩაგუნავა, რომ არა ის ფარულავამ შვენიერ პოზიციაში რჩებოდა. სწრაფი კონტრიერიში გეგიაძე საჯარიმოშია, შვენიერი თამაში და აქ უკვე კერესელიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. კიდევ ერთი ფონიავა. დაახოთ ამ ეპიზოდს. ნახეთ რა კარგია გეგიაძე საჯარიმოში, ერთი ცრუ მოძრაობა. აქ ორ ფეხბურთელს შორის კარგად გავიდა, მოახერხა კიდეც დარტყმა და ფეხით იგერიებს ამ ეპიზოდში კერესელიძემ. შვენიერი ეპიზოდი იყო და აუცილებლად უნდა შევაქოთ სპაერის ახალგაზრდა ფეხბურთელი მე-7 ნომერი საბა გეგიაძე, 22 წლის გახლავთ ეს ფეხბურთელი, ნუ კარიერის თეშაშვილი, კარგი გადაცემა, ტიბუეს დარტყმა. ნუ შვილი გააკეთა პასი შეყილაძე. კიდევ ერთი გადაცემა, მცველები თამაშობენ გადმოვარდნილ ბურთზე, დასარტყმელია ანოფი. სუდად უტყავს. ვერ გავა. ხედავთ ახლა აქ შეყილაძემ პასი გააკეთა. აი ამ გადმოვარდნილ ბურთზე კარგ პოზიცია, სივრცეც აქ და დროც ახლა ანობს და ალბათ ასეთ სიტუაციაში უფრო ზუსტად უნდა იყოს ბურთი. აი აქედან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. კანტე შევიდა საჯარიმოში, კარგი მოძრაობა. ნახოთ რას იზავს გადაცემა, კიდევ ერთი დიდხანს გააჩერეს ბურთი, საბოლოოდ ისევ კანტემ დაარტყა და ამჯერადაც არაზუსტად. აი აქ
ცეცხლაძე შემოვიდა მე-9 ნომრით და აი აქ ხედავთ რამხელა დროს კარგავენ ფეხბურთელები, თუმცა აი აქ თავის მხრივ კანტემ არანაირი დრო არ დაკარგა. კანტე კარგი იყო, მოდი ის შევაქოთ ხოლოთ ამ ეპიზოდში, რადგანაც თავიდანაც მან ითამაშა კარგად, პასი გააკეთა და ანოფის დარტყმის შემდეგ ბურთი ანოფი მკლავ მას დაუბრუნდა, რადგანაც შეყილაძე აქტიურია, შეყილაძე დღევანდელ შეხვედრაში კარგი გადაცემა, მენთეშაშვილი სრულ მოძრაობა, კიდევ ერთი გააკეთა გადაცემა, დარტყმა და გავიდა გოლი. 0-1 მაინც მოახერხეს და კანტე, რომელიც ძალიან კარგად შემოვიდა და მე ვთქვი რომ მისგან ელოდნენ სადებიუტო გოლს რეალიზება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რადგანაც ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. აი აქ შეყილაძე ძალიან კარგია, პასი გააკეთა, შემდეგ მენთეშაშვილმა თითქოს დააყოვნა ამ ეპიზოდში, მაგრამ მაინც გააგრძელა იერიში ჩაწოდება და ძალიან ეფექტური გოლი მოჰამედ კანტეს ზურგით მდგარი კარისკენ ნახევარბრუნში ქუსლით ახერხებს გოლის გატანას. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი მისთვის სადებიუტოს ეროვნულ ლიგაში და გორელთათვის ამ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანს. ბევრი გოლი ვერ გააგორის დილას მიმდინარე სეზონში, მაგრამ აი ეს თითო გოლიც, თითო ნაბიჯი ყოველთვის აახლოებს გუნდს იმ სასურველი მიზნისკენ. ნახეთ კანტეს მიერ ერთადერთი გატანილი გოლი და გორის დილას მორიგი 3 ქულა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და